დიახ, ახლა მთავარი კითხვაა გამოიყენებს თუ არა შანს სააპელაციო სასამართლო და პირველი ინსტანციის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო გაუსტაშვილის მიერ დაშვებულ შეცდომას გამოასწორებს თუ არა გადახედავს თუ არა გადაწყვეტილებას, რომელიც მიიღო სწორედ პირველმა ინსტანციამ. შეიძლება ითქვას, რომ დასკვნითი პროცესები იმართება სწორედ სინდისის პატიმრებთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში წუთი-წუთზე უნდა დაიწყოს სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი. დასკვნითი სხდომა იქნება გარდა იმისა, რომ როგორც თქვენც აღნიშნეთ, 3 ადვოკატი ისაუბრებს დღეს და ისარგებლებს დასკვნითი სიტყვის უფლებით, ასევე ბრალდებულებსაც იქნება შესაძლებლობა საბოლოოდ მიმართონ სასამართლოს და შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი შანსი იქნება მათთვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე ისაუბრო მათ უდანაშაულობასთან დაკავშირებით. მოლოდინები ოჯახის ახლობლებს, ოჯახის წევრებს არ აქვთ გამამართლებელი განაჩენის, რადგან იციან, რომ ყველაფერს ამ ქვეყანაში ერთი კაცი წყვეტს, ესეთია სწორედ ოჯახის წევრების შეფასება და თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამ შემთხვევაში გაუღებენ ციხის კარს პატიმრებს. სასამართლოს სხდომას ესწრება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, რომელიც ფიქრობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სინდისის პატიმრებმა იგრძნონ მხარდაჭერა, რადგან ისინი წელიწადზე მეტია უკანონოდ არიან ციხეში აბსურდული ბრალდებით გამოკეტილი. ყველამ ძალიან კარგად იცით რას უნდა ველოდოთ ასეთი სასამართლოსგან, ამიტომ ჩემგან არ გჭირდებათ ამის გაგება, მაგრამ მაინც აქ უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდები არიან იმისი ნიშანი, რომ ეს ასე არ დამთავრდება და სასამართლოს იმედი კი არა მაქვს, ამ ბიჭების იმედი მაქვს. არა მარტო ჩანოს წინააღმდეგ, არამედ არც ერთი ბიჭის სინდის პატიმრის წინააღმდეგ არ აქვს არანაირი მტკიცებულება. კიდევ გამეორდები, არაფერი რაც არ გაუკეთებიათ, იმას ვერ დაუმტკიცებენ, არაფერი არ აქვს ბიჭებს დაშავებული. იდგნენ, იცავდნენ ჩემი, მამაჩემი იცავდა ჩემი ძმისშვილების და ჩვენ ყველას მომავალს იცავდა. ამიტომ სჯიან თავიანთი სამშობლო სიყვარულისთვის. შესაბამისად, რაც შეეხება ტელეფონებს, ფიქრობ, რომ გახსნილიც აქვთ, ნანახიც აქვთ, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს, ვერ დაამტკიცეს. გარდა ჩვენთან საუბრისა შვილებთან და ოჯახის წევრებთან. შესაბამისად, ვერაფერს ვერ ნახავენ და ვერც დაამტკიცებენ, ვერც ეხლა და ვერც მერე. მე რაღაც არა მაქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება. მე მგონი, რომ ისევ დატოვებენ იმ გადაწყვეტილებას, რაც იყო. და არ მაქვს არაფრის იმედი. ძალიან არის ხელოვნურად ყველაფერი გაბერილი და არარეალურად წყვეტენ მათ მდგომარეობას, რაღაც არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. არაფერი მტკიცებულებები არა აქვს დანობა. აი ვისთვის არიან გამოკეტილები მეც არ ვიცი. უკვე წელიწადი და 3 თვეა დავდივართ ესე 4 რამის. რას ეხლაც მოვდი, არაფრის იმედი არა მაქვს. ეხლაც მოვედი იმის გულისთვის, რომ ნახო ჩემი შვილი სასამართლოზე რო შევხვდები და ვნახავ. სააპელაციო სასამართლოში პროკურატურასაც გასაჩივრებული აქვს სინდისის პატიმრების საქმე და გადაწყვეტილება, რომელიც ნინო გაუსტაშვილმა გამოაცხადა პირველ ინსტანციაში, როგორც პროკურორები აცხადებენ, დაკავებული ბიჭების მხრიდან ადგილი ჰქონდა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და ორგანიზებული იყო პროკურატურის მტკიცებით ეს ძალადობა, თუმცა ორგანიზებულ ძალადობაში ვერ გაამტყუნა საქალაქო სასამართლომაც კი სინდისის პატიმრები და ჯგუფურ მოქმედებებში ცნეს ისინი დამნაშავედ. ადვოკატები აცხადებენ, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულება დაკავებულების წინააღმდეგ არ აქვს. მეტიც 2 წელია თითქმის ამოღებული აქვს დაკავებულების მობილური ტელეფონები, თუმცა ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ გაეხსნათ მობილურები და დაედგინათ თუ მართლა ქონდა რაიმე ჯგუფს ადგილი და ორგანიზებულ ძალადობას. დაცვის მხარე აცხადებს, რომ ამ ყველაფერს სახელმწიფო ბრალდება იმის გამო არაკეთებს, რომ მათაც ძალიან კარგად იციან, რომ არანაირი კავშირი დაკავებულებს ერთმანეთთან წარსულში არ ქონიათ, მათ ერთმანეთი სწორედ სხდომათა დარბაზში გაიცნეს. წელიწადზე მეტია თითქმის გასული და რევაზ კიკნაძის საქმეზე საგამოძიებო ორგანომ დღემდე ვერ მოახერხა, რომ რევაზ კიკნაძეს დაუნიშნოს ექსპერტიზა და დადგინდეს, განიცადა თუ არა ტანჯვა მან, მაშინ, როდესაც პოლიციელები მას აწამებდნენ. ასევე მნიშვნელოვანი გარემოება არის, რომ დღემდე ვერ მოახერხეს ის, რომ ამოეღოთ კამერები კი არა, არამედ პირდაპირ მოწმე, რომელმაც ამხილა რევაზ კიკნაძის ნაწილში წამებასთან მიმართებით, ადგილის გაყალბებასთან დაკავების და სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებით, ეს ადამიანი დასაკითხთა სიაშიც კი არ ჩაუწერია და გამოკითხვაზეც არ დაუგვარებიათ. ეს იმას ნიშნავს, რომ რევაზ კიკნაძე არის
სრულიად უდანაშაულო. ყველაზე მთავარი აპელირება მინდა გავაკეთო ტელეფონი, რომელიც ამოღებულია და უკვე 2 წელია. დასკვნა არ აქვს მუტანტით, იმიტომ რომ არანაირი კომუნიკაცია და ორგანიზებული ჯგუფი არ იყო და კომუნიკაცია არ არის საერთოდ. CDC პატიმრება გაიცნეს სასამართლო დარბაზში ერთმანეთი არასოდეს არ შეხვედრიან და მათი გადაკვეთის სერდელი არ ყოფილა. პოლიტიკური ნება თუ იქნება ზემოდან აკანახები აუცილებლად გაუშვებენ და თუ არ იქნება ნება დატოვებენ. რა თქმა უნდა, ეხა ის რომ დაუშვა დაამძიმო როგორც სააპელაციო საჩივარი ბრალდების მხარეს შეიტანა, არ ამგონია რომ დამძიმება მოხდეს. მაშ ასე სააპელაციო სასამართლოში წუთი წუთზე დაიწყება სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი. პირველების ინფორმაციით დღევანდელ სხდომას რეზო კიკნაძე არ დაესწრება, მან გასულ პროცესზე საბოლოო სიტყვა თქვა, ისაუბრა მის უდანაშაულობასთან დაკავშირებით. ახლა სხვა ბრალდებულების ჯერი არის, მათაც ექნებათ საბოლოო სიტყვის თქმის შესაძლებლობა. რამდენი ბრალდებული ისაუბრებს და ისარგებლებს ამ უფლებით, ეს ამ ეტაპზე უცნობია. დასკვნის სხდომები არის სწორედ სააპელაციო სასამართლოში. კიდევ ერთი სხდომა 17 აპრილს არის ჩანიშნული, დიდი ალბათობით 17 აპრილს სინდისის 11 პატიმართან დაკავშირებით მეორე ინსტანცია საბოლოო ვერდიქტს გამოაცხადებს.